მერქმა დაგლოცოთ გილოცავ დღევანდელ დღეს არის ივერის თვისობლის ხატის ხსენების დღე და შეიძლება ითქვას რომ ეს არის ერთადერთი ხატი რომელიც ქვეყნის სახელს ატარებს ივერის თვისობლის ხატი დანარჩენი არის დივეევოსის სხვადასხვა კუთხეების მონასტრების სახელზე მაგრამ ქვეყნის სახელით არის ერთადერთი და საოცარი არის ის დიდი სასწაული რაც დღევანდელ დღეს მოხდა თქვენ იცით რომ ხატბრძოლობის დროს აი ამ ივერის თვისობლის ხატს შეურაცხყოფა მიაყენეს და მახვილი დაკრეს სახეში საიდანაც სისხლი გარდამოვიდა როგორც ცოცხალი ადამიანიდან და დღესაც კი ყვალი არის ამ სისხლის მის წმინდა ხატზე და როდესაც გადის დრო ხატბრძოლობის ერესია თქვენ იცით რომ ეს ერესი ქართულმა ეკლესიამ არ მიიღო და საქართველოში ჩამობრძანდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი და სვეტიცხოველში მოხდა მისი კურთხევა. ესა ერთადერთი ქვეყანა საქართველოს სამოციქულო ეკლესია, რომელმაც მწვალებლობა არასოდეს არ მიუღია და გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში შემობრძანდა როგორც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ანჩის ხატი, რომელიც ჩვენთან ბრძანდება და ასევე შემობრძანდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, აწმურის ღვთისმშობლის ხატის სახით. ისე რომ ეს სასწაულები ხატებთან დაკავშირებით ახსოვდა ქართველ ერს და მართლაც არ შეურაცხეს ეს ხატები. მარტო ხატა შეურაცხყოფის მიზნი თქვენ იცით რომ ჯალალედინის დროს მარტო 100,000 ქართველი ეწამა, მათ არ შეურაცხეს მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები. აი ეს ერი ვართ, ეს ქვეყანა ვარ და საოცარი კიდე ის არის რომ დღევანდელ დღეს სწორედ ქართველი ბერი, ათონზე მოღვაწე ქართველი ბერი ჩათვალა ღირსად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ რომ ის გაბრძანებული იყო ზღვაზე და გაიარა როგორც ხმელეთზე და გამოაბრძანა ივერის ღვთისმშობლის ხატი და სადაც დააბრძანა იქ წყარო აღმოცენდა წყარო ეს არის მასაზრდოებელი ჩვენ ვიცით რომ უძველესი ლოცვა არის მოწყალებისა წყაროი განგვიღი კურთხეულო ღვთისმშობელო არა კარი არამედ წყარო და აი სწორედ ეს წყალი, სულიერი წყარო მიეცა მთელ კაცობრიობას. აი ამ დიდი სასწაულიდან გამომდინარე. ეს გაბრიელ ქართველი, რომელიც მართლაც გამორჩეული წმინდანი არის, რომელიც მოღვაწეობდა ათონისთაზე, მაინც და მაინც სწორედ ის აირჩია დედა ღვთისმშობელმა, რომ მისი ხატი გაებრძანებინა ნაპირზე. არის კიდე ივერის ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული ის სასწაული, რომ მეორედ მოსვლის ჟამს დატოვებს ეს ხატი ათონის მთას და საქართველოში ჩამოგზავნება. ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებული პატრონი და მცველი არის სრულიად საქართველოში. განსაკუთრებულად იცავს საქართველოს, რომ არა მისი მფარველობა დღეს საქართველოს აღარ იარსებოდა. ნამდვილად ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამსახურება და ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ივერის ღვთისმშობლის ხატის ქვეშ გაერთიანებული იყოს სრულიად საქართველო. ღმერთმა დააგლოცო და ღმერთმა მრავალ დაგასვა. ჩვენთან არსებობს.